იულის სიცოცხლეს შეანელეს სვლა ამგვარი სახელწოდების აქცია უკვე რამდენიმე წუთია რაც დაიწყო, რომელსაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუს სტუდენტები რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად მართავენ. აქციის ფარგლებში აქცია გამომდინარეობს იმ ავტოსაგზაო შემთხვევებიდან, რომელიც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანას გააჩნია. კერძოდ 2016 წლის მონაცემებით ეს ნიშნული მართლაც საგანგაშოა. სულ საერთო ჯამში 600-ზე მეტი ადამიანი სამწუხაროდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. აქციის ორგანიზატორებმა დღეს სპორტის სასახლის მიმდებარედ რამდენჯერმე გადაკვეთეს ზებრა გადასასვლელი სხვადასხვა სლოგანებით, მათ მძღოლებს დაურიგეს ეს ვთქვათ რამდენიმე სახის ბროშურები და კიდევ ერთხელ აუხსნეს მათ რომ მიარონ ნელა და გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ ასევე სხვის სიცოცხლეს. აქციას ასევე უერთდებიან როგორც ბაიკერები, ასევე ველომოყვარულთა კლუბის წევრები. დღეს ასევე უნივერსიტეტ გაუს ეზოში მოეწყო სპეციალური სიმულატორები, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლო საკუთარ თავზე გამოეცადა ის შეგრძნება, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების დროს უჩა როგორც ვიცი, ბოდიში გაწყვეტინებ შენს მიიღე, აი ახლა ხედავთ, უჩა მიიღო მონაწილეობა სწორედ ამ ექსპერიმენტში. მოდი ერთად ვნახოთ და მე მოგვიყევი რა შეგრძნება იყო. აი უჩა ვაიმე ამოაყირავეს ჩვენი უჩა. მოდი უკან კარგად გავხედოთ. ეს არის სიმულაცია. ცოტა დაძაბული სახე კი აქვს უჩას. წარმოუდგენელია დაძაბული არისო. ნახეთ თავიდან. ეს კიდე ალბათ მეორე ექსპერიმენტი. ნანიკო შეგრძნება იყო საკმაოდ მძაფრი, მინდა გითხრათ და კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში. დიახ, გისმენთ უჩა. ნანიკო შეგრძნება იყო საკმაოდ მძაფრი, მინდა გითხრათ და კიდევ ერთხელ დავწმუნდი იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც ქალაქის ქუჩებში ავტომობილით გადავადგილდებით, ღვედი აუცილებლად გქონდეს შეკრული, ამაში კიდევ ერთხელ დავწმუნდი. ჩემს გვერდით ახლა იმყოფება აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ეკატერინე ტოგონიძე, რომელსაც მივესალმები. გამარჯობა, მოგესალმებით. ეკატერინე, პირველი არ არის ეს აქცია, რომელიც თქვენი ორგანიზებით იმართება. მე მაინტერესებს რაიმე კონკრეტული შედეგი თუ გამოიყვანეთ. დიდი მადლობა რომ უთმობთ ამ თემას ყურადღებას. კონკრეტული შედეგი დგება მაშინ, როდესაც ეს აქციები არის პერმანენტული და იღებს რაღაც კომპლექსურ ხასიათს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქცია იგეგმება სტუდენტის ინიციატივით. მთლიანად მათი იდეაა, ისინი არიან ჩართულები და ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებიც რისკის ჯგუფს წარმოადგენენ, რადგან ავტოავარიების შემთხვევებში სწორედ ეს სეგმენტი ზიანდება, მათი გამოწვეულია ხოლმე, მათი დაუდევრობის ბრალია და თუნდაც ის თქვათ 100 ადამიანი, რომელიც დღეს აქ მონაწილეობს, დანარჩენი კიდე მრავალი ასეული, რომელიც უნივერსიტეტში გველოდება და საჯარო ლექციაში ჩაერთვება, მათი ქცევა თუ შეიცვალა, მათი დამოკიდებულება თუ შეიცვალა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს უკვე არის აქციის შედეგი. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს გვერდით ასევე იმყოფება აქციის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ეკატერინე ლალიაშვილი. ეკა, მაინტერესებს გაეროს გლობალურ კვირეულთან დაკავშირებით რამდენი ხანია რაც ჩვენი ქვეყანა ამ კვირეულში ერთვება და ზოგადად რას მოიცავს ეს? დიახ, გაერომ შემთხვევით არ წამოიწყო ეს მოქმედების დეკადა, რომლის მიზანიც არის 2020 წლისთვის განახევრდეს ავტოავარიებში დაღუპულთა რაოდენობა და მხოლოდ იმ შემთხვევაში განახევრდება, თუ ქმედითი ზომები იქნება მიღებული. ხო, ეს თავისთავად არ მოხდება. ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში დღეს გვაქვს კამპანია შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის, რომლის მოლოდინი გვაქვს ჩვენ, რომ აუცილებლად კიდევ უფრო გააქტიურდება, იქნება უფრო აგრესიული, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ჩვენ მძღოლებს, რომლებიც დღეს პრაქტიკულად პოტენციური მკვლელები, თვრალი მძღოლები დადიან, სიჩქარის გადამჭარბებლები. აი ამ მძღოლებს ჩვენ აუცილებლად უნდა შეუცვალოთ ქცევა. ეს იქნება საგანმანათლებლო კამპანიით, ეს იქნება კანონით და მისი ძალიან მიზანმიმართული აღსრულებით, რომელიც ძალაში შევა 1 ივლისიდან და თითოეულ მძღოლს დაერიცხება 100 ქულა, რომელსაც ძალიან უნდა გაუფრთხილდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთმევად მართვის მოწმობა. აი ეს არის მთავარი გზავნილი გაუფრთხილდის სიცოცხლეს შეანელე გაეროს გლობალური კვირეულის და ჩვენ ყველა ერთად ვართ. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი კამპანიით, სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოება, პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, ავტომობილისტები, ველომრბოლები, ყველა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ თუ არ გავერთიანდით ამ გამოწვევას, ვერაფერს ვუზამთ. ამიტომ თავარი ერთად ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. ძალიან დიდი მადლობა რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა. მე მაყურებელს ასევე მინდა უთხრა, რომ დღეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტ გაუში დაგეგმილია 3 ნახევარზე სპეციალური ტრენინგი საგზაო უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით, რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ დაესწროს და გარდა ამისა უკვე სხვადასხვა სახის აქტივობები უკვე სოციალურ ქსელში გადაინაცვლებს. დიდი მადლობა უჩა ესეთი კარგი ინფორმაციისთვის. მე ვიმედოვნებ რომ
მალე ჩვენ ყველა ერთად გავუფრთხილდებით ჩვენს ჯანმრთელობას და სხვის სიცოცხლეს და უფრო ნელავივლით და კულტურულები გავხდებით. 3:30-ზე ლექცია არის დაანონსებული, გაუშვი დარწმუნებული ერთ ადამიანს მოუნდება მისი მოსმენა და შემდეგ ნაწილში ჟურნალ ინდიგოს ინიციატივაზე ვისაუბრებთ. ჩვენ, ჩემო ნანიკო, ჩემო თამთა, ამ ადამიანებმა გადაწყვეტეს, რომ გაალამაზოს თბილისი, დაიწყეს შენი აივნით და როტომ უნდა დავიწყო და როგორ ამის შესახებ ვისაუბრებთ უკვე რეკლამის